სტუმარს გიორგი ხატიაშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი ბატონო გიორგი. მოკლედ ალბათ ბევრ რამეს მინდა რომ შევეხოთ ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მაინც აი ამ დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობები, რომლის მცირე ნაწილიც მე გავაცანი ახლა მაყურებელს, რამდენად შეიძლება რეალისტური იყოს რა არის მომდევნო დღეების მოლოდინები თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მკვეთრად არის გაზრდილი სამხედრო ძალების მობილიზება სწორედაც ახლო აღმოსავლეთში და იქ მიემართება მათ შორის ავიამზიდებით და ასე შემდეგ რა არის მოლოდინები პირველ რიგში დავიწყოთ ამაზე მსჯელობა მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, გაზეთებს თუ დაუჯერებთ, უახლოეს დღეებში, ესე იგი, შაბათ-კვირისთვის უკვე ორივე ესკადრა მზად იქნება იმისთვის, რომ ირანზე სამხედრო შეტევა მიიტანოს. ხო, აქ სამხედრო შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, განუზომლად დიდია ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელთან ერთად და აქ საკითხი არ დგას სამხედრო თვალსაზრისით ამერიკას შეუძლია ირანში ნებისმიერი წერტილი გაანადგუროს. მეტნაკლებად, ხო, ახლა რაღაცა იქ ბუნკერში და რაღაცა თუ დაფლეს, იმას შეიძლება ვერ მიწვდნენ, მაგრამ იმის მიღმა ნებისმიერი წერტილი შეიძლება გაანადგუროს, ხო? ეს 12-დღიანმა ომმა გვაჩვენა ზაფხულში, რომ თან 12-დღიანი ომის დროს ისრაელმა გაუნადგურა, რაც კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ჰქონდა, ხო? ირანს. აქ არ დგას სამხედრო საკითხი, აქ დგას პოლიტიკური საკითხი, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს რისთვის და რატომ და რა მიზანს ემსახურება ეს. და აი აქ უკვე ძალიან ბევრი კითხვა ისმის, ხო? პირველ შეიძლება იყოს ლიმიტირებული სამხედრო ოპერაცია, თუმცა აქაც არის კითხვა, რომ ხო გამოგვიცხადეს, რომ 12-დღიანი ომის შემდეგ რომ განადგურდა ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც რა თქმა უნდა არ განადგურებულა. მაგრამ მაშინ არის კითხვა, ეხლა რომ დაბომბავ, ამითი როგორ განადგურდება, ან უფრო ხო არ უბიძგებ ხელს ირანს, რომ საბოლოოდ შექმნას ბირთვული იარაღი, ხო? ჯერჯერობით, ხა თუ ჯერჯერობით კიდე მალავენ, არ ვიცი, მაგრამ პირველი ომისიდან გამოჩნდა, რომ ირანს არ აქვს ბირთვული იარაღი. თუმცა ირანს აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელიც შეიძლება კი არა მიწვდა ისრაელს, რა თქმა უნდა, უმეტესობა ჩამოაგდეს, მაგრამ ხა ბალისტიკურ რაკეტებში რა ხდება, ძალიან ბევრს თუ გავუშვებ, იქ არც ერთი ესე ვთქვათ სისტემა შეიძლება ყველა რაკეტა ვერ დაიჭიროს და ჩვენ ნახეთ ხო რამდენი რაკეტა დაეცა. შესაბამისად ირანს უკვე აქვს შეიარაღება, რომელიც შეიძლება ისრაელს მიწვდეს. ამიტომ არის რომ მოლაპარაკებების დროს ითხოვენ რომ არა მარტო ურანის გამდიდრება, არამედ ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეკვეცასაც ითხოვენ, რაც ჩემი აზრით ამას ირანი არ დათანხმდება, იმიტომ რომ ეს არის განიარაღების ტოლფასი და ამას ხო, აი ურანის შეზღუდვაზეც არ ვიცით დათანხმდება თუ არა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეკვეცაზე ირანი ნამდვილად არ წამოვა. თუ ამას ესე ძალიან მკაცრად დაუყენებენ, მაინც არ წამოვა. შესაბამისად, ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს ერთი, ხო, რაც დარჩენილი ისა ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურება, მეორე ბალისტიკური რაკეტების ეს იქნება გამშვები, რა ქვია, დანადგარები, თვითონ ეს რაკეტების მაღაროები თუ ასე შემდეგ ამის განადგურება და ირანის იძულება რომ წამოვიდეს, თქვათ, შეთანხმებაზე. ეს ერთი. ესე იგი, თქვენ თუ ამბობთ და თუ აი ამ ლოგიკას მივყვებით, რომ ირანი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდება, მაშინ გამოდის, რომ რაღაცნაირად ყოველწილად გარდაუვალი მოლოდინები შეიძლება არსებობდეს სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით. ხო, რაღაცა თითქოს და ყველაფერი აქეთკენ ამისკენ მიუთითებს. იცით როგორ არის მე იმ მოთხოვნებს თუ არის რომ სრული დათმობა ბალისტიკური რაკეტების პროგრამის და სრული თქვა ურანის გამდიდრება სრული იქ ურანზე კიდე შეიძლება დავა იმიტომ რომ ირანი აცხადებს რომ ბირთვული იარაღს არ ქმნის და თუმცა იქაც მოთხოვა რომ სრულიად ანუ ყველა ცენტრიფუგის გაუქმება და ყველა თლიანი გამდიდრება აქაც რთულია მაგრამ ურანზე კიდე იქ შეიძლება რაღაცა ხო დავა ბირთვულ ფიზიკაზე რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს მე ვერ წარმომიდგენია რომ ეს პრაქტიკულად არის ერთადერთი თავდაცვის საშუალება, ხო? ეხა ირანული პერსპექტივა რა არის? ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც გარშემო ესე იგი არაბული სახელმწიფოები, რომელიც უმეტესობაშიც არის ამერიკული ბაზა და ჩვენ მოკავშირე არ ყავს, ხო? ჩვენ მოკავშირე არის მარტო ჩვენი თავი და ამით და ბალისტიკური რაკეტები. ეხა რუსეთი მოკავშირეა და ასე შემდეგ რუსეთს შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ არანაირი სამხედრო მოკავშირე ისეთი, რომ ეხა შენ გამო ომში ჩაერთოს, ან შენ გამო ხა რაკეტები უსროლოს, ჯერ ესეთი რუსეთს ამის თავიც არ აქვს და მეორე არასოდეს არ იზამს, ხო?
ეხა ისრაელს ხარ ესწრის ან ამერიკას რუსეთის შესაბამისად ირანული პერსპექტივა არის ვართ მარტო რეგიონში სადაც ჩვენი დამხობა უნდა და ეს არის ჩვენი ერთადერთი თავდაცვის ინსტრუმენტი შესაბამისად მე ძალიან მეეჭვება რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ასე უბრალოდ დათმოს ეს ერთი და მეორე რაც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა რომ რაც იგრძნობა იმაში რომ რო თქვა რომ კიო ძლიერი ფლოტი ყავთო მაგრამ იარაღი რომელიც ამ ფლოტს ჩაძირავს უფრო ძლიერიაო ანუ დამესხით ცადეთ აბა თუ მომერევით ანუ აქ უკვე ის არის რომ დაგიმტკიცებთ რომ ჯერერთი ვერ დამამხობთ და მეორე დაგიმტკიცებთ რომ თქვენ დაბომბვა შედეგს არ მოიტანს და მე აქ უკვე ის არის არასრული ინფორმაციის პრობლემა ანუ ირანი თulis რომ კი ბატონო დამბომბეთ მაგრამ მე დაგიმტკიცებთ რომ ვერ დამამხობ და მე იქნება უფრო იოლ პირობებზე დამილაგდეთ ნუ ამერიკის მოლოდინია რომ თუ ეხ არ დალაგდებით დაგვილაგდებით ამ პირობებით რომ დაგბომბავთ მე უფრო მძიმე მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგიწევთ ანუ საქმე გვაქვს ასე ვთქვათ საერთაშორისო ურთიერთობაში როცა ორი მხარე საკუთარ და მოწინააღმდეგის ძალებს სხვანაირად აფასებს და სხვანაირი მოლოდინები აქვს მომდინარე კონფლიქტიდან ანუ არც ერთ ანუ ირანს განსაკუთრებით ეთყობა დღესდღეობით არ მიაჩნია რომ დღეს ასე ვთქვათ შეთანხმების მიღება მისთვის უფრო სასარგებლოა ვიდრე ვთქვათ ომი შესაბამისად ვართ ამიტომ ესე ომის ზღვარზე ამ კუთხით აქვე თქვენ რუსეთი ახსენეთ და ბარემ ამ ნაწილსაც ვიკითხავ კრემლმა განაცხადა რომ ირანში მიმდინარე დაძაბულობას ხედავს უპრეცედენტო ესკალაციას და პარალელურად სამხედრო წვრთნებიც მიმდინარეობს ერთობლივი რუსეთს და ირანს შორის აი ამ შემთხვევაში კრემლის პოზიცია რაღაცა თითქოს რაღაცა ისეთია შემსუბუქებული არც არაფერს განსაკუთრებულს ისინი არ ამბობენ ამ ვითარებაში რა არის ასე ვთქვათ რუსეთის როლი რა შეიძლება იყოს თქვენ კი ახსენეთ მაგრამ უფრო ღრმად რომ შევიდეთ ამ საკითხში ხო რუსეთი რა თქმა უნდა ირანის ნუ მოკავშირე იმ კუთხით არის რომ ხო ერთაზე არიან და ამ წუთისთვის კარგი ურთიერთობები აქვთ და შეიძლება რაღაცა სამხედრო დამხმარება ეს იგივე ეს 300-ები რომ თუ ეს 400-ები რომელიც ისრაელმა გაანადგურა იქნება ეს სხვადასხვა სამხედრო დახმარება ამ კუთხით რა თქმა უნდა და პირდაპირ რუსეთი არის ირანის მხარეზე რუსეთი არის ირანის რეჟიმის მხარდამჭერი და ვიცით ხო ჩვენ ხო უკრაინის ომი რო დაიწყო განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე ირანმა თქვა დრონები მიაწოდა და ტექნოლოგიებიც მიაწოდა ხო როგორც ჩვენ ეს ვიცით თუმცა საერთაშორისო პოლიტიკაში რა თქმა უნდა ხო ეს არ შეცვლილა 5000 წლის მანძილზე ძალა აღმარცხნავს და არ არსებობს სტრატეგიული ლიმიტები რისი გაკეთება რუსეთს შეუძლია სამხედრო დახმარება გაუწიოს ირანულ რეჟიმს რუსეთს შეუძლია რა ვიცი სამხედრო ინსტრუქტორებიც კი გაუგზავნოს თქვათ რაღაცა რაკეტები მიცეს მაგრამ რუსეთს არ შეუძლია ახლა თუ როგორც თქვენ განაცხადეთ ხო 600 და 400 თვითმფრინავი თუ ჩაერთო სამხედრო მოქმედებებში რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია ხარო ანუ ხო ეს წარმოუდგენელია ხო ანუ ამერიკულ თვითმფრინავებს და ვერ არც ისრაელის თვითმფრინავებს რუსეთი არ და ვერ ჩამოყრის ხო იქნება რუსეთის სამხედრო მოქმედებებში ჩართვა რომელიც არც თავი აქვს და არც სურვილი შესაბამისად ეს სტრატეგიული ლიმიტები არსებობს ხო კუბის შემთხვევაშიც იგივეა ხო სოლიდარულია კუბის რეჟიმთან რუსეთი ამბობს რომ სანქციები და ჩინეთით არ დაბებემორჩილებით მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს და როგორც ვიცით ხო დღეს ხო ემბარგოა კუბაზე ხო ხა არც მე არ მგონია ხა თუ მართლა სამხედრო ბლოკადა გამოცხადა კუბის არც ჩინური და არც რუსული გემები ხა ბლოკადის გარღვევას არ შეეცდებიან იმიტომ რომ ბლოკადის გარღვევა ნიშნავს რომ მე ამერიკის გემი რო ჩაგძირავს მე პასუხი უნდა გაცე შესაბამისად ყველა შემთხვევაში გვაქვს რაღაცა ლიმიტებთან საქმე ხო საერთაშორისო პოლიტიკის ძალის ლიმიტებთან არის რაღაცა მიუხედავად დიდი პატივისცემისა ხო თქვა რაც კრემლს აქვს თქვა ირანული რეჟიმის მიმართ არის ლიმიტები რომელსაც ირანიც ხვდება და რუსეთიც ხვდება რომელიც ახლა ამას ვერ გადალახავენ ბუნებრივია და შესაბამისად თუ ფართო მასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მოლოდინი იმისა რომ რუსეთი შესაძლოა ისევ დარჩეს ამ ნაწილშიც მოკავშირედ ირანთან ნაკლებად არსებობს ხო ასე გამოდის რიტორიკული მოკავშირე იქნება მაგრამ სამხედრო ჩართვის კუთხით შეიძლება იარაღიც მიაწოდონ მაგრამ სამხედრო ჩართვის კუთხით ეს გამორიცხული და წარმოუდგენელია თუმცა აქ ფართო მასშტაბიან ომსაც რას ვეძახით ამ ჯერჯერობით როგორც ცნობილი
ცნობილია, ნუ დაბომბვა იქნება, არ იქნება, მაგრამ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას ამერიკელები თავს არიდებენ, მანუ მრავალი მიზეზის გამო ჯერ ესეთი მაგდენ ჯარისკაცი არ არის ხა რეგიონში მობილიზებული და მეორე გამოცდილება ხო ერაყის და რა თქმა უნდა თვითმფრინავები უპირატესობა, მაგრამ ეხლა 90 მილიონს უკაკუნებს ხო ირანი 90 მილიონიან ქვეყანაში რო შეიჭრები, ეხლა იქ ძალიან რთულია უკვე ხო იქ და ავღანეთმაც და ერაყმაც დაამტკიცა რომ რაც არ უნდა მდიდარი და ასე ვთქვათ აღჭურვილი არმია ყავდეს, იქ პარტიზანულ ომს მით უმეტეს როდესაც დანაკარგი ძალიან პოლიტიკურად მტკივნეულია და მეორე მხარეს შეუძლია მილიონები გაწიროს ჩვენთან ომში, ესეთი ომი ძალიან რთული მოსაგებია. და ბოლოს და ბოლოს უნდა ითქვას მიზეზი, ხო, აი რა მიზეზი შეიძლება ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეხლა ირანში თქვა ჯარი გადასხას, ხო, აი რეალურად, აი ეს ხოთაშორის იწერება, ხო, ამერიკულ გაზეთებში რომ რეალურად აი ზოგი ჟურნალისტი ვერ ხვდება, აი რა მიზეზი ამოძრავებს, ხო, 12 დღიანმა ომმა და ისრაელმა გაანადგურა ირანის ყველა მოკავშირე, ხო, ჰეზბოლა დასუსტებულია, იემენში დასუსტებულია, 12 დღიანმა ომმა გაანადგურა, თქვათ, ის რაღაც, ანუ უკან დაწია ბირთვული ინფრასტრუქტურა, ურთულესი ეკონომიკური პირობები. რა ესეც საფრთხეს წარმოადგენს? თან ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ აი ამ 12 დღიანი ომის შემდეგ არ არის დიდი დრო გასული იმისთვის, რომ თუ დავეყრდნობით იმ ცნობებს, რომ აი ეს ბირთვული პროგრამა დასუსტდა, განადგურდა თუ არა დასუსტდა, ძალიან მოკლე დროა იმისთვის, რომ დაუშვათ იგივე რესურსები დაებრუნებინათ ამ პროგრამისთვის. ალბათ ესეც არის გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ არსებული საკითხი. ნამდვილად ხო, ის როგორც ითქვა, ნახევრად ისე რომ ფიზიკის მასწავლებელი არ დაუტოვა ხო ისრაელმა ირანს და შესაბამისად ეხლა რა ისეთ საფრთხეს წარმოადგენს მით უმეტეს ამერიკისთვის. კი ბატონო, ისრაელისთვის ეს არის დაუძინებელი მტერი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ეს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და ბალისტიკური რაკეტები აქვს ნასროლი, რომელიც წვდება ხო ისრაელს. კი ბატონო. მაგრამ ეს რაკეტები უმეტესობა ჩამოიყარა და ეხლა ესე თუ ახალ ომს არ დაიწყებ, ის ირანიც რაც არ უნდა თქვა, რომ ეს არის სუიციდალური და მანიაკალური რეჟიმი არაერთხელ გვინახავს, რომ საკმაოდ რაციონალურ რაღაცა ნაბიჯებს გავს და ამჟღავნებს და ეხლა თვით განადგურება არც ერთ რეჟიმის ინტერესში არ არის, უბრალოდ თვით განადგურება და თვით დაწვა, ხო? ესეთი სუიციდალური მართლა არც ერთი რეჟიმი არ არის და აი ისეც რატო დაიწყებს ეხლა ეს ირანი ომი? შესაბამისად ეს კითხვები ისმის, რომ რა ესეთი აუცილებლობაა, რომ როგორც ტრამპმა დღეს გამოგვიცხადა, რომ უახლოეს 10-15 დღეში გაიგებთ რამე მოხდება თუ არ მოხდება. შესაბამისად ხო, რა ესეთი აუცილებლობაა, რომ შემდეგ 15 დღეში, თქვათ, სამხედრო ოპერაცია დაიწყო ირანის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ვერ ხდება. კეთილი ტრამპმა ისიც თქვა, რომ თეირანში რეჟიმის სრული შეცვლა კარგი რამ იქნებოდაო და შეიძლება ამ მიმართულებითაც უნდა ფიქრობდეს მსოფლიო საზოგადოება, რომ ყველაფერთან ერთად რეჟიმის ცვლილებაც აი რამდენად შეიძლება ეს მოხდეს აი იმ სამხედრო მოსალოდნელი ოპერაციით, რასაც ვადევნებთ თვალს, კიდევ ნაკლებად სავარაუდოა. ბატონ გიორგი, ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა გადავიდე კიდევ ერთ საკითხზე, ცხადია დავრჩებით ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში. გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო დაძაბულობის შემთხვევაში. უნდა გავიხსენოთ ამერიკული თვითმფრინავების ჩვენთან დაჯდომა რამდენიმე ეპიზოდი იყო, ასევე მინდა ყურადღება გავამახვილოთ სუსის ხელმძღვანელის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით. რამდენად შეიძლება ვთქვათ, მეტნაკლებად მტკიცებით ფორმაში, რომ საუბარი სწორედ ირანს შეეხებოდა და სად ვართ აი ამ მსოფლიო წესრიგის გადალაგების თუ არ ვიცი როგორ დავარქვათ ამ დროს, სად ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი როლი. რა შეიძლება და ასევე ყოფილიყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამუკა მდინარეძის ვიზიტის მთავარი თემა ამერიკაში ყოფნის დროს. ხო, კი ბატონო, აი თქვენ რეჟიმის ცვლილებით დავიწყებ, ეგ შეიძლება იყოს ხო ლიმიტირებული ოპერაცია, შეიძლება იყოს რომ ეს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, უფრო ფართო ოპერაცია რეჟიმის ცვლილება, თუმცა აქაც არის უამრავი კითხვა. პირველი რომ ხა დაბომბვით რეჟიმის შეცვლა თუ იქ ხა ჯარს არ შეიყვან ძალიან რთულია. მოლოდინი რომ ხალხი რევოლუციას დაიწყებს, როცა ბომბების წვიმა და რეჟიმის გარშემო არ გაერთიანება, ესე ძალიან რთულია. მესამე
თუ სრულ ეკონომიკურ ქაროს შექმნი, რომელიც ამერიკას შეუულია, ხო, ხა ყველა ხიდი, ყველა წყლის გადამამუშავებელი რა ქვია, ფილტრაციის სადგური, ელექტროსადგურები თუ გაუნადგურეს და უბრალოდ ქვეყანაში გაუსაძლისი პირობები შექმნეს, რეჟიმი დაემხობა თუ პირიქით დევნილების მილიონიან ტალღას მივიღებთ, ეს კიდე საკითხავია, ამიტომაც არის არც ერთი მეზობელი მაინდამაინც აღტაცებული ამ ოპერაციას არ ხვდება. ამიტომ ესე ძალიან რთული საკითხია, რომელიც 47 წელიწადი არსებობს, რომელმაც მარტო იომა ერაყის წინააღმდეგ ამდენ წელია სანქციების ქვეშ არის. ამის მიუხედავად კი ბატონო ძალიან უჭირთ, მაგრამ ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიაც აქვს, ხო, როგორც გაზეთებიდან ვიგებთ, ურანსაც ამდიდრებენ და დრონების ტექნოლოგიაც აქვს და ამდენ პოლიტიკურ იმას უძლებს, ხო? ეხლა ესეთი იოლი დასამხობი არ არის და რა თქმა უნდა შიდა ლეგიტიმაციაც არის. ხა შეიძლება თეირანში არ მოწონს ხალხს, მაგრამ ეხლა ისე არც ერთი ავტორიტარული რეჟიმი მარტო ძალადობაზე არ დგას, რაღაცა სახალხო მხარდაჭერას აქვს. ეხლა რა შეიძლება ჩვენ აი ამ ბოლო დღეების ბოლო კვირების სისასტიკე მაჩვენა როგორ ჩაახშეს, ხო, ფაქტია რომ მაინც ლეგიტიმაციის წილით საკმაოდ დიდია. კი, ახლა რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არის, მაგრამ ისიც უნდა გვესწროს, რომ სოფლიოში არც ერთი რევოლუცია იმიტომ არ მომხდარა, რომ უმრავლესობა იყო რეჟიმის წინააღმდეგ. საკმარისია იყოს აქტიური უმცირესობა, რომელიც ბზად არის თავი გაწიროს ან აქტიურად იმოქმედოს და უმრავლესობა უბრალოდ სახში იჯდეს, რომ შეიძლება რევოლუცია მოხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟიმს სიცოცხლის უნარიანობაც გამოავლინა უსასტიკესი, მაგრამ გამოავლინა შესაძლოა კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ შეიძლება მორყეულია ეს რეჟიმი, მაგრამ ეს რამდენი წელია გვესმის, რომ მორყეულია, ხო, ეს ერთი. და თქვათ აი ხა ისიც ისმის სულიერ ლიდერის ლიკვიდაცია, დეკაპიტაცია რეჟიმის რამდენად ეს ხელს უწყობს არ შეუწყობს, ან უამრავი თქვა სამხედრო ოპცია აქ ტრამს. რაც შეეხება ეხლა საქართველოს, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხო, რამდენია, ხო? სომხეთის საზღვაო თავდება ირანი იწყება. ანუ 500 კილომეტრში ჩვენგან თუ არ ვწდები, არის ირანი, ხო? შესაბამისად, ნების სამეზობლოში ცეცხლი ჩვენ რა თქმა უნდა არ უნდა გვაწყობდეს იმ კუთხით, რომ ხა თუ მართლა დევნილების ტალღა დაიწყო, საწავა ის ხალხი, ხო? აზერბაიჯანში, სომხეთში, ერაყში და ნუ რაღაცა მეორეული ტალღა ჩვენ შეიძლება შეხვდეს. რაც შეეხება ჩვენ და რაღაცა ეს თქვათ ეს უშიშროების ხაზით და სამხედრო ხაზით რაღაცა კომუნიკაციას, ხო რა თქმა უნდა ნამდვილად არ ვიცი რაზე იყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება რომ რაღაცა ირანთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები იყო, იმიტომ რომ ახლა მართლა ხო ხო უშიშროების უფროსი ამერიკაში ხა პოლიტიკურ ხა ურთიერთობების დალაგების საკითხზე მე ნაკლებად მგონია, იმიტომ რომ ხა იქ ჯერსეთი დასაჭიროა უშიშროების უფროსი და მეორე გინდა უშიშროების უფროსი გაუშვი და გინდა ვიცე-პრემიერი. თუ თქვათ იქ დალაგების საკითხი ხო ის არის, რომ თუ იმ ნაბიჯებს არ გადადგა, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ვინ წავა და ვინ მოილაპარაკებს ამ თემებზე. ხო, პიროვნებაში ხო არის არსობრივი საკითხები გადასაწყვეტი. შესაბამისად, სავსებით არ გამოვრიცხავ, რომ ეს კონსულტაციებზე უფრო მოლაპარაკებები ან რაღაცა ინფორმაციის და აზრების გაცვლა იყო, რა თქმა უნდა, ირანის საკითხთან დაკავშირებით. კეთილი, დიდ მადლობას გეტყვით.